პიკის საათი. დაიწყე დილა ჩვენთან ერთად. თქვენ უსმენთ საქართველოს რადიოს. დილამშვიდობის ეს პირველი არხია საქართველოს რადიოს ეთერში ტალღაზე FM 102 და 3 უსმენთ პიკის საათს. მოვიდა დრო იმისა, რომ ჩვენი გადაცემიდან თბილისიდან შევეხმიანოთ ჰერეთს, იმ ადგილს გეოგრაფიულს და თავისი შინაარსით და თავისი ისტორიით, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, რომელთანაც ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს და საიდანაც სიახლეებს მუდმივად ვაცნობთ ხოლმე მსმენელს და მიხარია, რომ დღევანდელ ეთერშიც გვაქვს ამის შესაძლებლობა, მით უფრო მუსიკალური გაფორმებით გვექნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი და ამისთვის წინ მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს სტუმარს, რომელიც სწორედ ჰერეთიდან გვერდება, ვასილ პაპიაშვილი, ანსამბლ ჰერულას ხელმძღვანელი. ვასილ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით ჰერეთიდან, ეგრეთ წოდებული საინგილოდან, კახიდან, ვინც ჰერეთით ვერ მიხვდა. მივესალმები სრულიად საქართველოს თქვენ მსმენელს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და ვუსურვებ ლამაზი და სიკეთით სავსე დღის გატარებას. თქვენ მადლობა, რომ ასე მუდმივად ბრძანდებით ჩვენთან ხაზზე და გვიზიარებთ ხოლმე აი ამ არაჩვეულებრივი ადგილიდან მნიშვნელოვან სიახლეებს და ამჯერად მუსიკალური თვალსაზრისით სასიამოვნო ამბები გვაქვს სათქმელი ჩვენი მსმენელისთვის, ვიდრე ჩვენ ვასილ შევთავაზებთ ჩვენ მსმენელს ერთი სიმღერის პრემიერას, რომლის სახელწოდებაც არის არაწითი ღვინეს დავლევ და ჩვენ ვისაუბრებთ ხადი ამ სიმღერის შექმნის ისტორიაზე. მოდით თავად ანსამბლ ჰერულას შესახებ 2-3 სიტყვით ვუთხრათ, როგორ ჩამოყალიბდა და რაც მთავარია, რამდენად ნაყოფიერია თქვენი საქმიანობა. ანსამბლ ჰერულა 2011 წელს დავაარსეთ ზაფხულის პერიოდში და პირველი გამოსვლა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ძველი სახელით ქათმისხევის სცენაზე ქონდა იქ ქართული თეატრია, როგორც თქვენ იცით. დიახ. იმ თეატრის სცენაზე იყო პირველი გამოსვლა, მას შემდეგ რუტინული სამუშაო ჩვეულებრივ გრძელდებოდა, ანსამბლი გაფართოვდა, მოიცვა სხვადასხვა კონცერტი, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საქველმოქმედო მნიშვნელობის, შემდეგ იყო გარკვეული სირთულეები, წარმატებები, ჯილდოები, გამოსვლები და ასე შემდეგ. ხოლო ბოლო 2 წელი, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სფეროსთვის, COVID-19-ის გამო ცოტა ჩავარდნილი იყო და ეხლა ცოტა მოვიქოქეთ, როგორც თქვიან და. კი ბატონო, და მე იმედი მაქვს, რომ ჩავწერეთ პირველი ეგ სტუდიური ჩანაწერი. ჩვენი კუთხის კილოზე. კი ბატონო, მე იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურები გახდებით და გექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოში ჩამობრძანდეთ და დაგვატკბოთ აი იმ შესანიშნავი შესრულებით, რომელთაც ნამდვილად გამოირჩევით და მით უფრო ეს ერთ-ერთი სიმღერაც იქნება, რომელსაც აუცილებლად მოგვასმენინებ და მე აქვე უნდა ვთქვა, რომ მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჰერეთში სარგებლობთ პოპულარობით, იმიტომ რომ ჰერეთში მცხოვრები ქართველები განსაკუთრებულ სიყვარულს ავლენენ ყველაფერი იმის მიმართ, რაც არის ქართული, რაც უკავშირდება საქართველოს და ცხადია, რომ გამონაკლისი არ იქნებოდა სიმღერას და მე აქედანვე უნდა აღვნიშნო, რომ აი ესეთი ქართულით, როგორითაც თქვენ საუბრობთ და თქვენი, ასე ვთქვათ, თანამემამულეები, ეს არის ჩვენთვის ნამდვილად სამაგალითო. მოდით ახლა ვისაუბროთ იმ სიმღერაზე, რომელიც ჩვენმა მსმენელმა ახლა უნდა მოისმინოს ჩვენი ეთერის მეშვეობით, უკვე ვთქვი მისი სახელწოდება არაწითი ღვინეს დავლევ, ეს არის გახალხურებული სიმღერა, რომელიც ინგილოურ დიალექტზე სრულდება. ცხადია, რომ იქ არის გარკვეული სპეციფიკური სიტყვები, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად სასიამოვნოდ და შეიძლება უცხოდ მოსასმენიც იყოს და მოდით აი ამ სიმღერის შექმნის ისტორიას მივყვეთ და შემდეგ უკვე ვთქვათ, როგორ მოხდა თქვენს რეპერტუარში. დიახ, პირველ რიგში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ და კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას როგორც საქართველოში, ისევე ჰერეთში. ამ ეტაპზე გარკვეულ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ საზღვარი, სახმელეთო საზღვარი ცალმხრივად არის ჩაკეტილი და როგორც კი ეს გაიხსნება, ჩვენთვისაც მიმოსვლა გამარტივდება და შესაბამისად მოხდება ყველაფერი იმ რიტმის აღდგენა, როგორიც იყო COVID-19-მდე და შესაბამისად შარშან საზღვრის ჩაკეტვამდე. რაც შეეხება სიმღერას არაწითი ღვინეს დავლევ, ამ სიმღერის
მოდით მაყურებელს გავაცნოთ ამ სიმღერის გარკვეული შინაარსი, რომ უფრო გასაგები იყოს, ხო? არაწითი ღვინეს დავლევ. ეს არაწი არის ჩვენი კუთხის ჰერეთის დამახასიათებელი ღვინის სასმისი, ასეთი, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ფორმა აქვს. სახელი მომდინარეობს სიტყვიდან აი არაწიო, დაახლოებით ესეთი არაწიო, ანუ არაწი ნიშნავს არაწიოს, ანუ ბევრი არ დალიო რა, ამას ნიშნავს. კი ბატონო. იმიტომ რომ ეგეთი სასმისია რომ შეყოლა იცის თითქოს არაა ისეთი დიდი და რაღაცა და თუ შეყევი მე უკვე თავის დახსნა რთულია. კი ბატონო. მერე იქ არის სიტყვები Z სვირილის დავაყოლე. სვირილი არის ჰერეთის არა ასე რო ვთქვათ სუფთა ეთნოგრაფიული, არამედ უფრო ჰერეთის გარკვეული სოციალური კოლექტივის, აი მეცხვარეების კერძი ესე ვთქვათ. რომ ძირითადად მეცხვარეებს ჰქონდათ ეს კერძი, იმიტომ რომ მოსამზადებლად უფრო მარტივია მთის პირობებში და იმ პირობებში, როგორც მეცხვარეები ცხოვრობენ. შემდეგ გადმოვიდა და დაიმკვიდრა დანარჩენ მოსახლეობაშიც ადგილი, რამდენადაც გაფორმდა გარკვეული ინგრედიენტებით და უფრო კი ბატონო. ვასილ, ეს არის სიმღერა, რომელიც ლხენის დროს სრულდება, ხომ? ასე უნდა მივხვდეთ. კი, სუფრული სიმღერაა და გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ იმ ლხენის დროს, შეიძლება ესე კაი მოძახილით იმღერო და შეიძლება ესე რბილად იმღერო, როგორც ამ შემთხვევაში ამ ჩანაწერში იქნება შეთავაზებული. დიახ, ვასილ, ჩვენი დრო სწრაფად გარბის და მე მინდა რომ სრულად მოვასმენინო ეს სიმღერა ჩვენს მსმენელს და მოდით ავტორის შესახებ გითხარით და როგორ გახალხურდა შემდეგ აი ეს სიმღერა. 1980-იან წლებში ჩვენს კუთხეში პირველი შედარებით ესეთი ორგანიზებული ანსამბლი ხალხური სიმღერების მიმართულებით შეიქმნა, ეს იყო კახის შვიდკაცა. მისი წევრი იყო ბატონი მალხაზნუროშვილი, რომელმაც პირველად შემოიტანა ეს სიმღერა, შემდეგ ყველამ თავისი რაღაც ხიბლი შესძინა ამ სიმღერას, იმღერებოდა სუფრებზე და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ჩვენ გარკვეული ინტერპრეტაციით შევთავაზეთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. ჩვენ ახლა ჩვენს მსმენელსაც მივცემთ მისი მოსმენის შესაძლებლობას პიკის საათის ეთერის მეშვეობით. თქვენ მადლობა მინდა გადაგიხადოთ ვასილ გადაცემაში მონაწილეობისთვის და იმედი მაქვს რომ ხშირი კომუნიკაცია ისევ და ისევ გვექნება. სიახლეების შესახებ ვამცნობთ ანსამბლ ჰერულასი ჩვენს მსმენელს და რაც მთავარი აუცილებლად იმედი მაქვს რომ ერთ დღეს გიმასპინძლებთ სტუდიაში. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ვასილ პაპიაშვილი გვესაუბრებოდა ჰერეთიდან, კახიდან კონკრეტულად კი და მოდით მოვუსმინოთ ანსამბლ ჰერულას არაწითი ღვინეს დავლევ. Davale
მშვიდობისა. დაიწყე დღე ჩვენთან ერთად. პიკის საათი საქართველოს რადიოს ეთერში.